დაიწყება სამუშაოები. ნატოს კვირეული დღეს კახეთში დასრულდა. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვიცე-პრემიერი და ნატოში ლიტვის მუდმივი წარმომადგენელი სტუდენტებსა და პროფესორ მასწავლებლებს შეხვდნენ. საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტების ძირითადი დაინტერესება საქართველოს ნატოს ურთიერთობამ და ქვეყნის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა შეეხებოდა. ნატოს კვირეული საქართველოში მეხუთე ჩატარდა და ღონისძიებები მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობდა. მნიშვნელოვანი იყო ამ კვირეულის ჩატარება ქვეყანაში, რადგანაც მან საშუალება მოგვცა უფრო მეტ ადამიანს შევხვედროდით, მიგვეღო სტუმრები ნატოდან, რომელთან ერთადაც მოვაწყოთ შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, აი ვამთავრებთ ახლა კახეთით, თელავით და ჩვენმა საზოგადოებამ მიიღო უფრო მეტი ინფორმაცია საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებით, სად ვიმყოფებით ამჟამად, რა მოხდა ჩიკაგოს სამიტზე. აფხაზეთის მთავრობა როგორც შეარჩენის წელს და ჩვენ ჩართული ვართ ამ ღონისძიებაში. აფხაზეთიდან დემული ბავშვების მონაწილეობენ ფოტოგამოფენაში, სადაც სხვადასხვა წარმატებული იყო სწორედ ოკუპირებული რეგიონიდან გადმოსული ბავშვმა გაიმარჯვა და მისი ნახატი იყო საუკეთესო. ჩემი შტაბ-ეშტილება ძალიან დადებითია. მე პირველად ვიმყოფები საქართველოში და უკვე მესამე დღეს ვატარებ აქ. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ზუსტად გავთ განსაზღვრული თქვენი მიზნები. კარგია ის, რომ საზოგადოებას უხსნით თუ რატომ არის საჭირო ამ მიზნების მიღწევა. რა უპირატესობები და გამოწვევები არსებობს ამ გზაზე. საგანმანათლებლო იყო ჩემთვის ის დღეები, რომელიც საქართველოში გავატარე.